არა უსავს. მე როდესაც პირველად მოხვდი სცენაზე, ზუსტად იგივე დამემართა. თემეშინა და გავიქეცი, ასე რომ სიმღერით კარგად ღერით მივხვდით, მაგრამ რატომ გაგიჩნდა იდეა, რომ ეს დარიდურის ლექსი პუშკინისა და ლერმონტოვის უკრავ ენაზე გადაგეთარგმნა? აი რამ მოხდა ეს სტიმული გამაგები? არა, უცხოური სიმღერა, მეტი დარიდურია უცხოური? არა, უცხოური ახლა. არა, უცხოური ყობა. მისტიფიკაცია, გასაგები. მოდი ერთად შევძახოთ აბადელი დელა, შენს დაბადების დღეზე ვიცეკოთ ყველა, მინდა კარგით, მაშინ რადგან ასე არის, მე პირადად რუსთავი ორის არც ერთ პროექტში დღეიდან ფიცვდებ არ გამოვალ არასოდეს, რადგან ასე თქვენ მადლობა ხალხო. რა, მუსიკოსი ვარ, ლუემ დაალაგე მე მუსიკოსი ვარ. აი, მუსიკოსი ეხა არ გამაგიჟე. მოგონდა ხო შეიკერა შმოტკა ეს. ვარ დაიჭი და იფიქრა რა. შარვალზე აპლიკაცია რამე ამა რა ეცვა ეს გეკითხე. შვებულებაში გასული ჰოკეისტის დასასმელი და. რუსიკი როგორ გაიხადათ ისე რომ შარვალი არ გაგიხდია? ჩავიწიე. მაგრამ მოიხიეთ რუსიკი. რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს მეორე ტურში რაზე დაუკრავ. არ ხარზე? სახელები გითხარით, თქვენი და ნინი, კაცია, ქეთი და მარიამი. და ტელეფონის ნომრები. და ტელეფონი. სად არის სააგენტო უკაცრავად? ბატონო, თბილისში. სადა? რუსთაველზე. დიდია რუსთაველი. რუსთაველის რომელ ნომერშია? 6 ნომერში. დიდი მადლობა. მე რომ ეხლა არ ვიყო ქართველი და სისხლის მაგივრად მთხლე რომ მქონდეს ზარგვებში, გეტყოდით რომ ძალიან ცუდად ცეკვავდით. მაგრამ ქართველი ვარ და ქართული სისხლი მაქვს. მე ვერ ვიტყვი რომ ცუდად, ეს იყო არაჩვეულებრივი. ისეთი ლამაზები ხართ. და არაჩვეულებრივები რომ მე აუცილებლად გეტყვით კი ის, სულ რომ კოცონზე დამწყო. თუმცა ძალიან ცუდად ცეკვავდით მის გითხრათ ვიდა. ვაპატიეთ, ხმის ამომღებს მოუ